ოდესღაც უკვდავების ძიება ეზოთერული საიდუმლოებებისა და ფილოსოფოსების განხილვის საგანი იყო, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ის ბიოლოგიის, ტექნოლოგიისა და მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლონჯევითი პირდაპირი განმარტებით ღეგრძელობა დღეს მეცნიერებად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მისიაა ადამიანს არაუბრალოდ სიცოცხლის წლები, არამედ ხარისხიანი წლების შემატოს. ინგლისური სიტყვა ლონჯევითი ბევრად ღრმა მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. მისი მთავარი მიზანია ჯანმრთელად გატარებული წლების გახანგრძლივება. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი არის აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, თავისუფალი ქრონიკული დაავადებებისგან. ეს რევოლუციური მიმართულება ემყარება დაბერების ბიოლოგიური მექანიზმების სიღრმისეულ გააზრებას, დაწყებული დნმ-ის დაზიანებიდან დამთავრებული უჯრედებში ენერგიის წარმომქმნელი მიტოქონდრიების დისფუნქციით. ლონჯევითის მეცნიერება უკვე გარდაქმნის ჯანდაცვის სისტემას. მთავარი ფოკუსი კი მკურნალობიდან პრევენციასა და რეგენერაციაზე გადააქვს. თანამედროვე სამყაროში სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გადაწყვეტილებების სპექტრი ფართო და მრავალფეროვანია. ერთი მხრივ გვაქვს ბაზისური, კარგად აპრობირებული მეთოდები, როგორებიც არის კალორიული შეზღუდვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტრესის ეფექტიანი მართვა. მეორე მხრივ კი მედიკამენტები, რომლებიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს იძენენ. კვლევარები აქტიურად სწავლობენ ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის მეტფორმინი და რაპამიცინი. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მიმართულებაა სენოლიტიკები, მედიკამენტები, რომლებიც სპეციალურად არჩევითად ანადგურებენ ეგრეთ წოდებულ ზომბი უჯრედებს, რომლებიც აღარ იყოფიან, მაგრამ არც კვდებიან და გარემომცველ ქსოვილებს აზიანებენ. ტექნოლოგიური პროგრესი აქ არ ჩერდება. ამერიკის სილიკონის ველის მილიარდერების დაფინანსებით, მათ შორის ჯეფ ბეზოსის და ლარი პეიჯის ინვესტიციებით, აქტიურად ვითარდება გენური თერაპია და უჯრედის რეპროგრამირება, სადაც მეცნიერები ცდილობენ იამანაკას ფაქტორების გამოყენებით ზრდასრული უჯრედები ახალგაზრდა ღეროვან მდგომარეობაში დააბრუნონ. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სხვადასხვა ინიციატივების დანერგვისთვის ქვეყნები არაერთ კვლევაზე მუშაობენ. ამ მიმართულებით ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც უმსხვილესი ბიოტექნოლოგიური კომპანიები, ისეთები როგორიც არის Altos Labs-ი, $100 მილიონ ხარჯავს ბიოლოგიური საათის უკან დასატრიალებლად. ამერიკელები დიდ ყურადღებას აქცევენ ხელოვნურ ინტელექტს, რომლებიც დაბერების ინდივიდუალურ ტრაექტორიას წინასწარ მეტყველებენ. მაშინ, როდესაც დასავლეთი ტექნოლოგიურ რევოლუციაზე ორიენტირებული იაპონია და სამხრეთ კორეა ინარჩუნებენ ლიდერობას სიცოცხლის ხანგრძლივობაში, რაც უპირველესად მათ კულტურულ პრაქტიკებსა და ჯანსაღ ძირითადად მცენარეულ დიეტას უკავშირდება. იაპონელები გარდა ტრადიციული მეთოდებისა ინტენსიურად მუშაობენ რეგენერაციულ მედიცინაზე. ამ გლობალურ კონტექსტში საინტერესოა რუსეთის განსაკუთრებული და ხშირად ექსტრემალური ინტერესი სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართ. ეს არაა ახალი მოვლენა. რუსული კოსმიზმის ფილოსოფიური მოძრაობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქადაგებდა ფიზიკური უკვდავების მიღწევის იდეას. დღეს რუსი ტრანსჰუმანისტები, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, აქტიურად ავითარებენ კრიოგენიკას, ანუ ადამიანების გაყინვის მეთოდს, მომავალში გაცოცხლების იმედით და სპეციფიკურ ბიოლოგიურ დანამატებს. ეს განსაკუთრებული გატაცება ასახავს ღრმად ფესვგადგმულ ეროვნულ ამბიციას, რომელიც სიკვდილზე გამარჯვების სურვილს უკავშირდება. დღეგრძელობის სფერო სავსეა ექსცენტრიული და ზოგჯერ საკამათო მეთოდებით, რომლებიც ხშირად მდიდარი ადამიანების მიერ გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი პარაბიოზია. ეს არის პროცესი, როდესაც ასაკოვანი ადამიანი ახალგაზრდა ადამიანის სისხლის პლაზმას ისხამს. აღნიშნულ მეთოდს სილიკონის ველის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე მიმართა. პარაბიოზი სათავეს თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან იღებს, თუმცა ადამიანებზე მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ საეჭვოა. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად კრიოთერაპიას და ყინულის აბაზანებსაც იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი სპორტსმენებისთვის აღდგენის საშუალებაა, ზოგიერთი ლონჯევითის ენთუზიასტი, მათ შორის ინფლუენსერები რეგულარულად იყენებენ ყინულის აბაზანებს, როგორც ანთების შემცირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლების საშუალებას. უცნაური დანამატები და დიეტები ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტიური მეთოდებია. მილიარდერები ხშირად საკუთარ თავს მკაცრ დიეტებს უწესებენ, მაგალითად ჭამენ მხოლოდ დღეში ერთხელ და იღებენ ასობით სხვადასხვა ვიტამინსა და დანამატს. ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელდა ამბავი, რომ ერთ-ერთი ამერიკელი ლიდერი საკუთარი ახალგაზრდა შვილის სისხლის პლაზმის კომპონენტებსაც კი იყენებდა საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ამ პრაქტიკას მეცნიერება გმობს. სიცოცხლის გახანგრძლივებით ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები არიან შეპყრობილები. მათი მეთოდები, როგორც წესი, უკიდურესად კონფიდენციალურია, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის ეფუძნება უმაღლესი დონის პერსონალიზებულ მედიცინას, მუდმივ მონიტორინგს, ექსკლუზიურ ექიმთა გუნდებს და მკაცრად კონტროლირება დიეტებს, რომლებიც ხშირად ეხმიანება ეგრეთ წოდებული ცისფერი ზონების პრაქტიკას, მცენარეულ კვებას და ზომიერ მუდმივ ფიზიკურ აქტივობას. ღეგრძელობა დღეს აღარ არის მხოლოდ ფუჭი ოცნება. ეს არის გლობალური ტენდენცია, რომელიც მალე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ დიდ ხანს, არამედ ხარისხიანად
იცხოვრონ. ყველაფერი ეს კი ბიოლოგიური საათის, შენელებისა და უკან დაბრუნების გზით იქნება შესაძლებელი.